გასნაცნა. მოგეთ დიდი მადლობა ლაშა. გადავიდეთ, მე მაინტერესებს მოაგვარა თუ არა მან ურთიერთობა 4 ფეხა მეგობრებთან დაუმეგობრდა. აი ეს ძალიან მომგვარებელი პრობლემაა ფაქტია. აი ზუსტად იმას დაუმეგობრდა ვინც წეღან დაუდება. ის არსება არ არის წეღან რო გიღრენ და დილამშვიდობის. ანუ ახლა ეს წეღან რო გამიგრინა დილამშვიდობის მიუსავების სულ შევახსენებ რა ხარ კი, რა თქმა უნდა, მაკო დაუმეგობრდით, იმიტომ რომ წეღან აგრესიული იყო. თან ბიჭია სხვათა შორის და ატეხილი არის რომ და ესე გამოხატავს გაგიზიანებული ხო ჩვენი აი დიდად მოეფერები მაგრამ ხო ეს ხო რა თქმა უნდა ეს როგორ უნდა ეს არის სპეციალური სავარცხელი ხო სპეციალური სავარცხელია მაგითი უნდა ყოველდღე დაივარცხნოს ზაღლი აი ამ ჯიშის დავარცხას როგორც ხედავთ რომ ცოტა გაბურძგლული არის ბევრი თვეები რამდენი ხანი უნდა დავარცხა რომ კარგად იყოს და ძაღლს ძალიან სიამოვნებს სხვათა შორის ხო კი სიამოვნებს როცა კარგად დავარცხნილია და ყოველდღიურ მოვლაში არის როცა ჩვენ ვარცხნით ჩვენ ვაცლით მკვდარ თმას და ძაღლს სიამოვნებს ეს პროცესი ვითომ უფხანთ აჰა ძალიან სასიამოვნო და ისე ამ ძაღლის სილამაზე ამ ძაღლის სილამაზე არის ძირითადად ეს თმები იმისთვის რომ აღესხეთ ხალბატონად ეს არის ლოსიონებს ხმარობს სამნარო თმაებია ეს ჯიში რეალურად რო დასწავლდეს მე მგონი ძალიან პატარა გამოდის ვიადგილებს დავარცხნას რომ არ ეტკინოს ძაღლს აღბილებს მას სასიამოვნო სუნია ვიტამინები არის შიგნით და გვეხმარება დავარცხნაში ამასთან ერთად ეს სპრეები კვებავს თვითონ კვებავს და ამ ჯიშს კონკრეტულად აი პომერანულ შპის ზაფხულის პერიოდში არის ასეთი შემთხვევები როცა ითხოვენ რომ ნოლზე გაპარსვას როცა ცხელად და ამ შემთხვევაში აი კონკრეტულად ამ ჯიშს ნოლზე გაპარსვა არ შეიძლება რომ მე გაუჭირდება თმას ამოსვლა მონტის შემთხვევაში კი ბატონო შეუძლია მონტის შეიძლება გადავინესოთ მონტისთან იმიტომ რომ ესე იგი ანუ ისეთი ლამაზი კაცეცმელები მონტანა ჩვენს მონტის ეს არის ქურტუკი ხო? ქურტუკი. ეხლა გამოვაწყოთ, მოდი როგორ უნდა ჩავწოთ ფორმაში გამოვაწყოთ. თან ბიჭია გარგაბაბა. ასე ერთით რა და უნდა გახადოთ ბიჭია მითხარი. ეს არის იორკშტერიერი მონტი. იორკშტერიერი მონტი. რამდენი წლის არის ჩვენი მონტი? 3 წლის. 3 წლის. ეძებს მანდილოსას. ეძებს მანდილოსას. სტანდარტული ზომის გამოგვეხმაურეთ თუშე. მონტი ბიჭია კახა და ან მოვიყენოთ ჩვენც ეს შემთხვევა ბობოცეძებს მანდილოსას სტანდარტული ზომის ბობო აშკარად დავარცხნია და გახდა ლამაზად გამოიყურებ აი თქვენ რა გაპრანჭულია მაგონი მონტი გაუყეობაში ეხლა უნდა გავაკეთოთ ანანო რა ვიცი ანუ ძირთად ანუ ამის თმა დავარცხნა უფრო მოვა ეს არის ხშირად ვაბანავთ შეიძლება ამისთვის ბანაობა დაახლოებით 10 დღეში ერთხელ ბანაობს და სხვა ისეთი განსაკუთრებული არაფერი თმას ივარცხნის ყოველდღე და იხეხავს კბილებს როგორც ვიცი მე ამ ჯიშს აქვს ისეთი თმები ადამიანივით აქვს კი ალბათ არ ვიცი ერთადერთი არა მაგრამ ერთ-ერთი ისეთი ჯიშია რომელსაც აქვს ადამიანის ხარისხის თმა და მინდა ვთქვა რომ არ ვსვივა თმა და ალბათ განსაკუთრებული მოლა სჭირდება ამის თმას ხო კი რაღაცა მან სპრეის გარკვეულ რაღაც ზეთს დასაწვეთებლებს ხმარავთ რომ ანუ სიბზინვარე არ დაკარგოს თმამ და თან შეუძლიათ ერთი და იგივე ფირმის იხმარო რადგან ადამიანს შეიძლება ამას ვაჩვენოთ ესეთი ლამაზი ბრიჭკა ხო ეხლა და ჩვენი რუთიც რომ ჩვენმა რუთიმაც რომ მოიწყნეს სანამ ესე იგი პრიჩესკას გაუკეთებენ მინდა რომ გადავინაცვლო აი ესეთ საყვარელ ძაღლთან ეს ხალბატონინათის ძაღლია ეს არის ჩემი რუდიკო რიზენშნაუცერი კი დიდია მაგრამ მარტივი არის ძალიან სახში პირველი თმა არ ცვივა საერთოდ აი მაინტერესებს საერთოდ ვარცხნილობები უკეთდება ცოტა სპეციფიკური თქვა სხვა ძაღლიდან განსხვავებით ამას ჯიშით ეკუთვნის სტრიმინგი ანუ დაპუტვა წელიწადში 3-ჯერ თამუნა მიმყოფოს უფალმა კარგად თამუნა პუტავს და საგამოფენო ხდება ამ დაპუტვაში ბატონათია შეიძლება მოგწონეთ სულ მაინტერესებდა აი ამ ჯიშს ძაღლებს აქვს წინ აქვს ჩამოფარებული ეს თმები სულ მგონია რომ ეგრეთვაში არა შეხედეთ წინა მოგია ანუ ეს წინ არის ცხვირს ფარავს თორე ეს ღია ახლა საინტერესებს რა იგულისხმება პუტვაშიო ვერ გაიგეთ თამუნა
გაჩვენო კლასში რა იგულისხმება? თუ მკივნეულია, თუ ტკივა ძაღლს არ გინდა. ეს სპეციფიკური ხდება სპეციალური ინსტრუმენტი, ხა არა მომიტანია და აი ესე ეგლიჯება თმა. არ ტკივა ეს? არ ტკივა. თუ არ ტკივა, მაშინ კუტეთ. იმიტომ რომ მკვდარი თმა რჩება კანში და რომ მოვაცვლევინო თმა და ახალი კარგი უხეში წამოვიდეს, ჩვენ უნდა ხელით მოვაგლიჯოთ და პირიქით სიამოვნებთ. როცა არის გასაპუტი, ებხანება ყველაფერი რომ მეგონი გასაპუტი. აი ესე რომ მოვიგლიჯო ხა თმა მეც მეცნება. მოკლედ. მონწისთან გადავიდასო ხა ანუ რა ხდება აქ როგორ მიდის თმების თქვენ ეხა თუ ხედავთ ანანო ჩაუჭით. მან ჩანს კარგად ჩვენს ოპერატორს ხო რა ჩინოს. მაგარი ნაცნავია. მე მგონი ჩვენი სამყაროზე ნუცას ნაირი პრიჩო. ნუცა შენს ხო ნაცნავი ხარ დღეს? ნაცნავი არის მე მგონი ნუცას უკან ნაცნავი ხო? ბანტიკის ხო უნდა გავუკეთოთ? ნუცას ნაირი ვარსულობა. გავუკეთოთ ცოტა გავაიმუნოთ დღეს. მე მგონი შენ ნინო გადარეულია მოდი. აი შემთხვევით, მაგრამ პატარა იყო, ნუ ცოტა მე მგონი ბანტებს და რაღაცებს, მაგრამ აი თქვენ ხედავთ აი კარგი რა ანანო ბიჭი არის და რატო აქ ესეთ დღეში ნახე ბანწიკიც გავთვის ახლა დღეს აი თქვენ ხედავთ საყვარელი გამოფენო ბიჭებს ყველა ესეთი ბანტიკი კარგიც რა ხალხო კარგი სუარი არის რატო იორკეს სიდელი ბანდი რო გაუკეთეს ბიჭია ბალში აბრაფერი უნდა ყოფილიყო ლურჯი ცისფერი შენი პერანგი იორკი ლეკვები და მცდილობთ რომ გავზარდოთ თმა ზემოთ რომ აი არანაირად არ მოხდეს თმები შევახოთ ანუ ესეთი ვაშბატონი მონცი ლამაზი თვალები ქონია მონცის და არ უჩანდა ლამაზი ვარცხნილობა გაუკეთეთ ლამაზი თვალები ქონია რა თქმა უნდა და ჩვენი ვარცხნილობა როგორ მოგწონს ანუ ხვიდიდან ავარცხნილი ვარცხნილობა აი ფაქტიურად ხო წავყასაკ ისა ნუცა გერჩის ანუ გამიბრას და მე მგონი მოდის გარდერობი უნდა გაგაცნოთ მე ხლა ესე იგი ეს არის ქურთუკი ხო ანანო და ეს ანანო როგორც ვთქვა დაუპატარავ და მაგრამ მაინც წამოიღე ეს შარფიც აქვს ესეთი ეს გამაშები ცალი ფეხებზე ცოტა შევშურს ეს ემბრი კაპიშონკით და ცოტა შემშურდა ნუ მოვიზო მე ან რომ მოდიოდი მართლა ისეთი ლამაზი ეს აშეინიკი და ისიც ვიცი რომ აქ არის შოება და შენ ჩამოგეკრა ხო ანუ იშოვება მაგრამ ანუ მე ანუ რაც მომწონს ის ძირთადად ჩამოაქვს ხოლმე და მოგზაურობისას ვისაჯულებს რომ იორკებს აქვს ძალიან სუსტი ყელი და ამიტომ ყოველთვის ხმარობენ ხოლმე იორკებისთვის აი ესეც ანუ გასაყრელიან აშენიქს რომელიც ჯერ ფეხებში უკეთდება და შემდეგ ანუ აქ იკვრება ანუ აი ესეთი ფორმის ძალიან კარგი რჩევები მოგვყვა ანანო მოდი მე ცოტა ხანი აი ესე ავიყვან და მოვალ ქალბატონი ნათია თქვენთან მაპატი ეს მე შინგე რომ არ მიკბნოს წეგან ისე გამიბრას და ჩვენი გოგო როგორ დადგა პერიოდი ნამდვილად გვიჭირდა ყველას ტანსაცმელი ანუ მეც ჩემი ძაღლისთვის ახლა რა ვქნა ზამთარში პოდკასტს ვაცმებ კი ძალიან მაგრამ დღესდღეობით საქართველოს ისე წავიდა წინ რომ თანამედროვე ვეტერინარია გვაძლევს იმის საშუალებას რომ ძალიან ბევრი რაღაცები უკვე შევიძინოთ თბილისში და ქალბატონო ნათია ერთი შეკითხვაც მაქვს თქვენ რას ურჩევდით იმ ხალხს ვისაც ყავთ სახლში 4 ფეხა მეგობრები მოვლის თვალსაზრისით როგორ მოუვარონ ну უპირველეს ყოვლისა აქ კონკრეტულად ჩემ კლინიკაზე არ არის ლაპარაკი როცა აქ ყავს ძაღლი ექიმი გჭირდება ეს არ არის მარტო ჩაცმულობა ეს არ არის მარტო ვარცხნილობა ეს არის დამუშავება ჭიაზე წყილების წვეთები ვაქცინაცია ანუ ალბათ ვაგებთ პასუხს იმაზე რაც აქ ყავს ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნათია თქვენ ჩვენს ყველას დიდი მადლობა რომ შეწუხდით ჩვენს გამო და ესეთი კარგი რჩევები მიეცით ვისაც განსაკუთრებით ძაღლები უყვარს არანო შენც ძალიან დიდი მადლობა და ჩვენს რა თქმა უნდა მეგობრებს ბობოს მონწის და განსაკუთრებული მადლობა დილას გავაღვიძეთ და მოვიყვანეთ აი ესე განსაკუთრებული მადლობა მე უნდა დაგემშვიდობოთ ესეთი კარგი და ლამაზი ვარცხნილობით კარგად გძალებოთ ძალიან დიდი მადლობა ნინო ესეთი ჩართვისთვის მონტი მე მგონი უკვე ძალიან ის არის რა შეყვარებულია ნინოზე და ეს მარტივად არ გამოუშვებს კლინიკიდან